დილის ბიუროს ხდომაზე გაგაცანეთ კენჭაყრილი საკითხების ჩამონათვალით ეს უცვლელია. გადავიდეთ განსახილველ საკითხებზე, რის შესაძლებლობაც გვექნება. დღეს საქართველოს უკაცრავად შეიძლება ყველა დღეს ვერ იქნეს განხილული, მაგრამ ჩამოთვალოთ რომელი საკითხები მოხდა დღის წესრიგში განსახილველ საკითხებში. საქართველოს კანონის პროექტი ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის პროექტი ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ კანონში ცვლილებები საქართველოს კანონის პროექტი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკმაოდ ვრცელი პაკეტია. შეგიძლიათ გადახედოთ და არის 23 ხო ალეკო ხო 23 პუნქტში მოცემული კანონ პროექტის ჩათვლით. კანონის პროექტი სახელმწიფო კომპანიებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. საქართველოს კანონის პროექტი ასევე საინვესტიციო ფონდების შესახებ ეხლა განვიხილეთ მეორით და მესამე მოსმენით გვექნება. ასევე მესამე მოსმენით აგვაქვს კანონის პროექტი საექიმო საქმიანობის შესახებ კანონის პროექტში ცვლილების შეტანის თაობაზე და ორ კანონ პროექტიანი პაკეტი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. საერთო სასამართლოების შესახებ ასევე მესამე მოსმენით არის ეს პაკეტი. ესეც საკმაოდ ვრცელი პაკეტია, მეორე მოსმენის დროს დავწმუნდით ყველანი ამაში. და ჩვენ გვაქვს ეს 37-ის ჩათვლით. კანონის პროექტი საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე. ესეც ორ კანონ პროექტიანი პაკეტია. კანონის პროექტი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. ესეც მოსმენით, ესეც პაკეტი, რომელიც თავდება ეხლავე მოგახსენებთ 64 კანონ პროექტი და 65 არის შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. აქაც ორი კანონ პროექტი გვაქვს და 67 კანონის პროექტი საერთაშორისო დაცვის შესახებ. ესეც არის პაკეტი. ესეც მესამე მოსმენით აგვაქვს. და შემდეგი ეს პაკეტი 84 პუნქტამდე კანონ პროექტებს მოიცავს. და ერთი პაკეტიც არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე. ეს გვაქვს პირველი მოსმენით. ესეც პაკეტია. საორგანიზაციო საკითხებიდან საყურადღებო ცნობად უნდა მიიღოთ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინფორმაცია 25 წლის 26 ივნისის კომიტეტის ხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ხახუბიას არჩევის შესახებ. საეკლესიო პირთა დეკანოზი დავით ისაკაძე და სხვები მიერ წარმოდგენილია საკანონმდებლო წინადადება უცხოელთა მიგრაციის რეგულირების შესახებ. განსახილველი აქვს ეს კანონი კომიტეტებს უნდა წამყვანი კომიტეტი იქნება ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. და დასამტკიცებელი გვაქვს ხაზინარდართა საბჭოს გადაწყვეტილებები 100, 101 და ასე შემდეგ 118-მდე და გთხოვთ ხარი დამიჭიროთ ამასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა. ასე რომ ბიუროს ხდომა დამთავრებულია, გადავინაცვლოთ ხდომათა დარბაზში.